მოგესალმებით, როდისმე თუ გითხოვიათ ადამიანისთვის რაიმე უმარტივესი საქმის გაკეთება, მან კი ყველაფერი თავდაყირა და ატრიალა. მაგალითად, სთხოვ ადამიანს, რომ ჭურჭელი გასაშრობა დაალაგოს, ის კი აი ასეთ რაღაცას აკეთებს. ან ადამიანს სთხოვ, რომ გარეცხოს ტანსაცმელი, მაგრამ სარეცხ მანქანაში ხელსახოცებიან ორცხობილები შეაყოლო ტანსაცმელს. ასეთი მომენტები ძალიან ბევრია და არც ისე სასიამოვნოა. ზემოხსენებული შემთხვევები არ გეგონოთ, რომ იშვიათად ხდება. ადამიანები ხშირად უმარტივეს საქმეს ვერ ასრულებენ და პირიქით ყველაფერს აფუჭებენ. ასეთი ქმედება ხშირად სასაცილოა, მაგრამ ზოგჯერ გასაბრაზებელიც. მოდით ამ მომენტებს ცოტა მეტი პოზიტივით შევხედოთ და ცოტა ვიხალისოთ, ასე რომ გთავაზობთ შემთხვევებს, როცა ადამიანმა უმარტივესი სამუშაო ვერ შეასრულა. ასე რომ თავიდან ბოლომდე უყურე ვიდეოს. ნამდვილად არ ინანებ. დავიწყოთ. ჩვენი პირველი ვიდეოს გმირი ავტოსამრეცხაოში მუშაობს. როდესაც გიწევს მუშაობა სხვადასხვა დანადგართან და მოწყობილობასთან, ყოველთვის დიდი ყურადღება და სიფრთხილე გმართებს, რომ შემდგომში ასეთი რამ არ დაგემართოს. საბოლოოდ მაინც მოახერხეს ამ რაღაცის გაჩერება, თორემ იტრიალებდა ეს საცუდავი ბიჭი დიდი ხნის განმავლობაში და შემდეგ ძალიან ცუდი შედეგი ექნებოდა ამ ყოველივეს. თავდაპირველი მიზანი ასეთი იყო: მათ უნდა მოეხსნათ სახლისთვის კვამლის გამშვები, მაგრამ დაუფიქრებლობის გამო მთელი სახლი ჩამოანგრიეს. ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი თავისი საქმის პროფესიონალია. ეს ბიჭი იმდენად გაერთო საქმის კეთებით, რომ ვერ მიხვდა ისე დარჩა თავი ამ მეტალის კონსტრუქციაში. სამაგიეროდ პროფესიონალი შემდგებელია. დიდ საწყობებში მომუშავეები ტვირთის გადასაზიდად სპეციალურ მანქანებს იყენებენ. ამ მანქანების დახმარებით ბევრად მარტივია გადაიტანო ტვირთი. თუმცა ძალიან ხშირად ამ მანქანაზე დაშვებული შეცდომა ხდება დიდი ზარალის მიზეზი. აი მაგალითად ამ ვიდეოზე ხედავთ თუ როგორ გადააქვს მამაკაც ტვირთი. მან თავიდანვე არასწორად ასწია ის და შედეგად ასეთი რამ მოხდა. შემდეგ ვიდეოზე გაცილებით უფრო დიდი ზარალია ასახული. ტვირთავი თავის საქმეს ასრულებს. ის მიდის სატვირთოსთან და ტვირთს იღებს. მოულოდნელად სატვირთო მოძრაობას იწყებს და ტვირთის ამ წესთან ერთად მიდის. საბედნიეროდ მამაკაცმა მოასწრო გადმოხტომა, თორემ ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდებოდა. ამ სატვირთოს გადაჰქონდა სპორტული ავტომობილები. ზუსტად უცნობია რა მოხდა, მაგრამ სავარაუდოდ მძღოლმა სწრაფად დაამუხრუჭა. შიგნით კი ავტომობილი არ იყო სათანადოდ დამაგრებული. ავტომობილმა ინერციით გაარღვია კორპუსი და მძღოლის ადგილას აღმოჩნდა. თუ გავითვალისწინებთ ავტომობილს, აქ ზარალი საკმაოდ დიდია. ეს სატვირთო ავტომობილი, სადაც პროპანის აუზები იყო ჩალაგებული, ადგილიდან დაგორდა და მძღოლის გარეშე გააგრძელა წინსვლა. ეს ბიჭი ცდილობდა მის შეჩერებას, თუმცა ეს საქმე არც ისე ადვილია. რომელს ანიჭებთ უპირატესობას, წიგნებს თუ მათ ელექტრონულ ვერსიებს. უმეტესობას ჩვეულებრივი წიგნების კითხვა მოსწონს, როდესაც ეხები ფურცლებს და მისცუნს შეიგრძნობ, ეს სულ სხვანაირ გავლენას ახდენს შენზე. მაგრამ დააკვირდით წიგნის ამ გვერდს. ვიღაცამ აქ საკმაოდ უჩვეულო რამ დააწერა. აქედან როგორც წესი ბმულზე გადადიხარ და წიგნის აუდიო ვერსიას იწერ უფასოდ. ყოველ შემთხვევაში ასე წერია, მაგრამ როგორ? ეს ხომ ქაღალდია, ჩვეულებრივი წიგნია. მასზე ვერ დააკლიკებ. გასულ წლებში საკმაოდ პოპულარული იყო სადენიანი ყურსასმენები. შეიძლება დღესაც იყენებს ვინმე ასეთებს, რადგან არ მოსწონს უსადენო. ამ ყურსასმენებს ერთი ძალიან ცუდი თვისება ჰქონდათ. როგორც არ უნდა ჩაგედო ჯიბეში, იხლართებოდა. შემდეგ კი უკვე იწყებოდა ჩვენი ნერვების გამოცდა. თუმცა ვინც ეს ყურსასმენი იყიდა, ალბათ თავიდან საერთოდ არ მიაქცია ყურადღება მას. დააკვირდით ამ სურათს. ეს რა არის? ელექტრიკოსების საქმეში რამდენიმე ძირითადი წესი არსებობს. როდესაც ისინი საკუთარ საქმეს ასრულებენ, მკაცრად იცავენ წესებს, რადგან ეს შეიძლება საკუთარი ან სხვისი სიცოცხლის ფასად დაჯდეს. ერთ-ერთი მთავარი წესია, რომ სადაც ელექტროენერგია, იქ არ უნდა ხვდებოდეს წყალი, რადგან წყალი დენის გადამტანია. არ სჭირდება ზედმეტი განათლება იმას, რომ ელექტროენერგია და წყალი ერთად ძალიან სახიფათოა. მეორე წესი: აუცილებლად გამორთეთ მთავარი ჩამრთველი, სანამ სადენ შეცვლით ან სადენთან ახლოს კედელს გახვედავთ. და წესი მესამე: დენთან ხუმრობა არ შეიძლება, რადგან დენთან ხუმრობა აი ამას ნიშნავს. დააკვირდით, ეს რა არის? იქნებ მე არ მესმის ეს საკითხი, მაგრამ რა უნდა კართან ამდენ ჩამრთველს და სადენს? საინტერესო ფოტოა. როგორც წესი, საზოგადოებრივ ტუალეტებში აუცილებელია გამყოფი ბარიერები, იმისთვის რომ ორმა ადამიანმა ერთმანეთს არ უყუროს. აქ იზოლირებულად საქმის გაკეთებას დიდი ფასი აქვს, ხომ დამეთანხმებით.
მაშინ მითხარით რა არის ეს? მგონი ვიღაცას ყველაფერი აერია და ვერც კი მიხვდა რამხელა შეცდომა დაუშვა. გაიცანით, ეს ანტონიოა. მან შესანიშნავი გზა დააგო სახლამდე. ძალიან კარგი სამუშაოა. გზაც გაკეთდა. თუმცა აქ ერთ პრობლემას ვაწყდებით. აი ამ კარს. თქვენ წარმოიდგინეთ და ეს კარი უნდა დაიკეტოს, მაგრამ ვერ იკეტება. რა მოხდა? მგონი ეს ანტონიოს უნდა ვკითხოთ. ანტონიოს გამორჩა მხედველობიდან ის ფაქტი, რომ თუ კი გზას დააგებდა, ის ამაღალდებოდა და ასე კარი ვეღარ დაიხურებოდა. მაგრამ მგონი ის ამას ბოლომდე მაინც ვერ მიხვდა. სააბაზანოს რემონტის დროს სანტექნიკოსი როგორც წესი ყველა დეტალს განიხილავს. ის წინასწარ ადგენს ზომებს, ფორმას და დიზაინსაც კი. მაგრამ როდესაც საქმე გამოცდილების ნაკლებობასთან და ნაკლებ ცოდნასთან გვაქვს, ჩნდება სერიოზული პრობლემა. აი ასეთი სიტუაციაა სწორედ ამ სანტექნიკოსის შემთხვევაშიც. ამ ბიჭმა დააყენა ლამაზი ხელსაბანი, თუმცა ონკანი ცოტა ზომაში აცდა. რა თქმა უნდა, სანტექნიკოსის ბრალი. რა უნდა გააკეთოს ახლა მან? მგონი ცოტა პრობლემები შეექმნება. ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ყველას და ყველაფერს ვაკრიტიკებთ, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველაფერს პოზიტიურად შევხედოთ და ცოტა ვიხალისოთ. შეიძლება ყველა მართლა არ იცის, როგორ შეაკეთოს ონკანი, რომლიდანაც წყალი წვეთავს, როგორ გააკეთოს მილი, რომელიც გახეთქილია, თუმცა მგონი ეს ყველა უნდა იცოდეს. კითხვა: როგორ დავაყენოთ უნიტაზის სახურავი? აი ასე ნამდვილად არა. რა უნდა გააკეთო ასე დროს თუ დაგავიწყდება სახურავის აწევა? ესეც გასაგებია, მაგრამ რა სიტყვით აი ამ ფოტოზე? აქ სიმართლე გითხრათ, მე ვერაფერი ვერ გავიგე. უნიტაზი შუაზეა გაყოფილი და მეორე ოთახში მეორე ნახევარია თუ უბრალოდ კედლის დიზაინის ნაწილია. და თუ კი კედლის დიზაინის ნაწილია, მაშინ ვის მოაფიქრდა ასეთი რამ? თქვენ რას ფიქრობთ? ორიგინალური დიზაინია თუ შეცდომა? დაწერე ეს კომენტარებში და მე მას აუცილებლად წავიკითხავ. მოკლედ, კიდევ როგორი მარტივი საქმე შეიძლება გააფუჭოს ადამიანმა უცნაური მეთოდით. აი მაგალითად ეს წვენის შეფუთვა. საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. ამ პლასტმასის ადგილი აქ ნამდვილად არ არის. მაგრამ რაღაც შეცდომა მოხდა. ეს ხრელი ხომ ძალიან ახლოსაა. იქვეა და თეთრადაც კი ამონიშნული იმისთვის, რომ იქ მომუშავე, სადაც წვენებს ამზადებენ, მიხვდეს, რომ ეს ადგილი პლასმასისთვისაა განკუთვნილი. კარგი იქნებ დანადგარის შეცდომაა და არასწორად მიამაგრა პლასმასი. მაგრამ ის, ვინც ამოწმებს ამ შეფუთვებს, სად არის? რას ვიზამთ? ესეც სახალისო ფოტოა, რომელზეც უბრალოდ უნდა გავიღიმოთ. როგორც წესი, როდესაც საქმე მარტივ სამუშაოს ეხება, ყველაზე კარგია ის თავად შეასრულო, რომ ისეთი რამ არ მოხდეს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. მაგრამ როდესაც თვითონ მოგკიდებ ხელს ასეთ საქმეს, მიუხედავად იმისა, რომ მარტივია, მაინც კარგად უნდა დაფიქრდე და გამოთვალო ყველაფერი. ცუდი შედეგები რომ აირიდო თავიდან, რა თქმა უნდა. ერთმა მამაკაცმა გადაწყვიტა გაეკეთებინა კარში შესასვლელი თავისი კატისთვის. თუმცა მან ვერ გაითვალისწინა ერთი დეტალი, როგორ იქნებოდა კარი დამაგრებული. ალბათ გაინტერესებთ საბოლოო შედეგი. როდესაც კაცმა კარი ისევ ჩამოკიდა, აი ასეთი შედეგი მიიღო. ახლა კატას მოუწევს კარის კუთხეში ახტეს და გარეთ გავიდეს ან გარედან შიგნით შემოვიდეს. გაურთულა ცხოვრება დაუფიქრებლობით საცოდავ კატას. ადამიანები, რომლებსაც მოგზაურობა უყვართ, ხშირად ყიდულობენ მაისურებს, იმ ქვეყნის რუკით ან წარწერით, სადაც იმოგზაურეს. ეს კი იმისთვის, რომ სამახსოვროდ დარჩეთ ესა თუ ის ნივთი. ეს ლოგიკურია და გასაგებია, მაგრამ საიდან გაჩნდა ეს მაისური? რას აღნიშნავს? მასზე აფრიკის კონტინენტია გამოსახული, ქვემოთ კი აზია აწერია. შეცდომაა თუ ხუმრობა? ან იქნებ მე ვერ ხვდები რაიმეს. აქ მხოლოდ ერთი კითხვა ჩნდება: ვინ გააკეთა ეს მაისური? არ აქვს მნიშვნელობა იმას თუ რამდენი წლის ხარ. როგორც წესი, ყველა მიცის პიკაჩუ, დიდებული, პატარა ყვითელი პოკემონი. წესით ის ყველამ უნდა იცოდეს, მაგრამ ვინც ეს სათამაშო შექმნა, აშკარად წარმოდგენაც კი არ აქვს თუ როგორია ნამდვილი პიკაჩუ სინამდვილეში. დააკვირდით, რა ხდება აქ? ყურებს და კუდს ადგილები აქვს შეცვლილი. ის მახინჯ ტელღიპუცას უფრო ჰგავს ვიდრე პოკემონს. როდესაც რაიმეს ონლაინ ყიდი, აუცილებლად უნდა ატვირთო შესაბამისი ფოტო, რომ გასაგები იყოს თუ რას ყიდი და როგორია ის. ეს ხომ მარტივი საქმეა, ხომ ასეა? რა უნდა ფოტოს გადაღებას და ატვირთვას? თან ხომ ფოტოზეა დამოკიდებული გაყიდი თუ არა ნივთს ონლაინ. ერთმა მომხმარებელმა ინტერნეტით შეუკვეთა ჭიქა, რომელიც როგორც სურათზე იყო ნაჩვენები, უნდა ყოფილიყო გრომიტის თავის ფორმის. მაგრამ აი ასეთი რამ მიიღო შედეგად. მოუტანეს ჩვეულებრივი ჭიქა, რომელზეც უბრალოდ ნახატი იყო გრომიტის. გრომიტის არა, ჭიქის ნახატი, რომელზეც გრომიტი ეხატა. ეს ხომ უკვე თაღლითობაა და ტყუილია. ნახეთ რა გამოვიდა, ჭიქა ჭიქის ფოტოთი. ვის უნდა სურდეს ჭიქა, რომელსაც ჭიქა ახატია? გზების ხაზვა საკმაოდ საპასუხისმგებლო და სასიამოვნო საქმეა.
გინახავთ ამ საქმის პროფესიონალები, როგორი საოცარია მათი შესრულებული სამუშაო სხილა. მე პირადად ძალიან მომწონს ასეთი ვიდეოები. ხშირ შემთხვევაში გზების ხაზვისას სპეციალურ ლენტებს ან ბარიერებს იყენებენ, რომ სწორი ხაზები გააკეთონ. ან ამას სპეციალური მანქანა-აკეთებს, რომელიც ნელა გადაადგილდება გზაზე. მსგავსი საქმე რა თქმა უნდა არასდროს გამიკეთებია, მაგრამ აქ ხომ მარტივი ცოდნის საკითხია. გზად თუ რაიმე გდია, უნდა აიღო და ისე განაგრძო გზის ხაზვა. თუმცა ამ შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა. თან საინტერესო ისაა, რომ პირდაპირ ველოსიპედის ბორბალზეა შეცვლილი საღებავის ფერი. ნუ თუ ასეთი რთული იყო, რომ ის რამდენიმე სანტიმეტრით გვერდით გადაეწიათ. აგურის კედელში ხვრელის ამოვსება საკმაოდ რთული საქმეა. ეს ხომ ერთგვარი მოზაიკაა, რომელიც ლამაზად უნდა შეივსოს. საჭირო აგურების დაჭრა შესაბამის ზომებად და კედელში ლამაზად ჩალაგება. და არა ისე როგორც ამ ფოტოზეა ნაჩვენები. ალბათ ვინმე სთხოვეს ამ ხვრელის ამოვსება და მანაც თავისი შესანიშნავი უნარები წარმოაჩინა. მან ერთგვარი ტეტრისიც ითამაშა. როგორც მოხვდა აგური ხელში, ისე შეტენა ამ ხვრელში. იმედია ამ საქმისთვის ანაზღაურება არ მოუთხოვია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უბრალოდ პოზიტიურად უყურებთ ამ ყოველივეს და არ გვაქვს მიზანი ის, რომ ვინმე გავაკრიტიკოთ. ეს ერთგვარი სახალისო ვიდეოა. როგორ შეიძლება არ იხალისო ამ ვიდეოზე, აი ამ ფოტოს ნახვის შემდეგ. ის კი მაინც ვიცი ზუსტად, რომ ჭიქას სახელური მანდ არ უნდა ჰქონდეს. როგორც წესი, ასეთი კერამიკული ნივთები ხელით მზადდება და თუ კი ჭიქაც ხელითაა დამზადებული, ვის მოვიდა აზრად ამის გაკეთება. ყველაზე საინტერესო ალბათ მომხმარებლის რეაქცია იყო, ვინც ის იყიდა. როდესაც გახსნი შეფუთვას და იქ ასეთი ჭიქა გვხვდება, ეს საკმაოდ გამაოგნებელი მომენტი იქნება. როგორ ამზადებენ ბურგერს? აი ასე. ბურგერი დღეს საკმაოდ გავრცელებული ფასტფუდია. მას უკვე ყველგან ამზადებენ. ის იმდენადაა გავრცელებული, რომ უკვე ნებისმიერმა ადამიანმა იცის მისი მომზადების წესები და შესაბამისად ყველა მიხვდება, რომ ბურგერი ასე არ მზადდება. ვიღაცამ ყველა ბურგერს გვერდიდან მიაგდო. რას ხედავთ ამ ფოტოზე უცნაურს? მაკდონალდსის ლოგოს მთავარი დეტალი აკლია. ერთი შეხედვით ასე ჩანს, მაგრამ არაფერიც არ აკლია. მაკდონალდსის თანამედროვე ლოგო მხოლოდ მოგვიანებით გაჩნდა და მისი ინსპირაცია ამ ქსელის რესტორნების შენობების დიზაინი გახდა, რასაც ერთგვარი ოქროს ფერის თაღები ჰქონდა. იმ დროს რესტორნებს ორი ოქროს თაღი ჰქონდა, რაც სხვა შენობების ფონზე გამორჩეულს ხდიდა მას. ლოგოზე ეს თაღები მხოლოდ 1962 წელს გამოჩნდა და დღემდე ასეა. შტატებში დღემდეა 12-მდე რესტორანი, რომლებიც 50-იან წლებიდან მუშაობენ და დღემდე მაკდონალდსის ძველებური ლოგო აქვს და ძველებური თაღები ამშვენებენ ამ შენობებს. მინიონები იმდენად პოპულარულები არიან, რომ მათი გამოჩენა არსად არ გვიგვირს. მე შეიძლება იყოს სტიკერები თუ საკვები მინიონების ფორმით. ადამიანები ტორტებსაც კი ამზადებენ, რომლებსაც მინიონების ფორმები აქვთ. მაგრამ ტორტი ვიცით, რომ ლამაზი უნდა იყოს. ლამაზი და არა ასეთი. ეს რა საშინელებაა, საერთოდ რატომ გააკეთეს ასეთი რაღაც? არადა ნახეთ რა საოცრებებს აკეთებენ კონდიტერები მთელი მსოფლიოდან. ვერც კი მიხვდებით, რომ ეს ტორტია. პლასმასის სათამაშო გეგონება. ეს კი რაღაც საშინელებაა. კარგი, მინიონი გასაგებია, მაგრამ აი რასაც ახლა გაჩვენებთ, ეს არანაკლებ უცნაურია. ერთხელ ერთმა ქალმა კონდიტერს შეუკვეთა სათამაშო კონსოლის ფორმის ტორტი. ტორტი კი საკუთარი შვილის დაბადების დღისთვის უნდოდა. ქალს უნდოდა გაეხარებინა თავისი გოგონა, რადგან ბავშვს ძალიან უყვარდა თამაშები. კონდიტერმა შეკვეთა სხვა კონდიტერს გადასცა და როდესაც მოვიდა შეკვეთის ჩაბარების დღე, ქალს აი ასეთი ტორტი მოუტანეს სახლში. კარგად დააკვირდით, ტორტის შუაში სწორედ ის ფოტოა ჩადებული, რომელიც ბავშვის დედამ მიუტანა ნიმუშად. ქალმა ფოტო იმისთვის აჩვენა კონდიტერს, რომ სწორედ კონსოლის მსგავსი ტორტი მოემზადებინა. კონდიტერმა კი აშკარად მარტივი გამოსავალი მოძებნა. თავიდან ერთი შეხედვით შეიძლება იფიქრო, რომ ეს ფოტო ვიღაცამ ფოტოშოპით ამოატრიალა, მაგრამ როცა ხედავ აქ ავტომობილს, ხვდები, რომ არა, ეს ყოველივე ფოტოშოპი და ის მართლა ასეთია. მაგრამ ჩნდება კითხვა. რატომ გააკეთეს ასეთი კიბეები? ცემენტის სამუშაო ხომ ხანგრძლივი პროცესია. ეს ხომ უცებ არ ხდება. როგორ შეიძლება ვერ შეამჩნიო ამ ხელა შეცდომა? ერთი შეხედვით ეს ექსტრემალური დაშვების ადგილს გავს ველომრბოლელებისთვის. საქმე იმაშია, რომ ვინც ეს კიბე დამზადა, მან ყველაფერი სწორად გააკეთა. ასეთი კიბეები უკვე დამზადებული მოაქვთ სამშენებლო ობიექტებზე. მთავარი პრობლემა უკვე იმაშია, თუ როგორ დაამონტაჟებ მას. კიბე მომუშავეებმა უკუღმა დააყენეს და ასეთი შედეგიც მიიღეს.
კლაუსტროფობია ძალიან ცუდი რამეა. ის ადამიანებში განსაკუთრებით დიდ დისკომფორტს იწვევს. ლიფტში თავისუფლად ვერ შედიხარ ან საერთოდ ვერ შედიხარ. მოკლედ ეს ძალიან ცუდია. ეს ლიფტი ალბათ სწორედ ასეთი ადამიანებისთვისაა, რადგან აქ კარის გახსნის 3 ღილაკია ერთდროულად. საინტერესოა, რაში დასჭირდათ 3 ერთნაირი ღილაკი. აუცილებელია, რომ ყველა ადამიანი იყოს დაკავებული სპორტით, სუბუქად მაინც. ველოსიპედით სეირნობა ძალიან კარგად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მაგრამ ეს მითხარით, როგორ უნდა ატაროს ამ ველოსიპედის პატრონმა ის. ამ სატერფულებზე ზეწოლა შეუძლებელია. საჭიროა დააწვე ერთ სატერფულს, რომ მეორე მიმოძრაოს და ეს ყოველივე უნდა გამეორდეს. აქ კი ორივე სატერფული ერთი მიმართულებითაა დამაგრებული. ამ ვიდეოში ძალიან ბევრი კითხვა დავსვით. აი კიდევ ერთი. იცით რა ლამაზებს ყველაზე მეტად ამერიკულ ფეხბურთს? მხარდამჭერ გოგონათა ცეკვა. ეს ხომ ძალიან ლამაზია, ათლეტური და საოცარი. თუმცა მხარდამჭერ გოგონათა ჯგუფში ხშირად სხვადასხვა შეცდომა ხდება. ალბათ ეს გოგონა ჰაერში იმდენი ატრიალეს, რომ აერია რა და როგორ უნდა გაეკეთებინა. დავსვათ კიდევ ერთი საინტერესო კითხვა. რისგან შედგება ჩანგალი? როგორი აზრიანია ეს კითხვა? ჩანგალი შედგება სახელურის და ეგრეთ წოდებული კბილებისგან, რომლებიც საკვებს ერსობა. თუმცა აი ამ ფოტოზე არსებულ ნივთს არ აქვს ეგრეთ წოდებული კბილები. აქ ორი ვარიანტი გვაქვს. ან ვინმეს დაავიწყდა, ან დანადგარის შეცდომაა, რომელიც ჩანგლებს აკეთებს. როგორც წესი, ჩანგლებს და მსგავს ნივთებს სპეციალური დანადგარი ამზადებს. დანადგარი დიდი სიჩქარით ბეჭდავს ჩანგლებს, თუმცა თითოეული დამზადებული ჩანგალი თუ დანა საგულდაგულოდ შემოწმებას გადის და გაყიდვაში მხოლოდ შემოწმების მერე უშვებენ, რომ დეფექტიანი ნივთი არ გაეპაროთ. აშკარაა, რომ აქ მომუშავეს გამორჩა ეს ჩანგალი და არ შეუმოწმებია ისე მოათავსა ყუთში. ვინც ის იყიდა კი შეფუთვაში ასეთი რამ დახვდა. ყველაზე ცუდი მომენტია, როდესაც უყურებ იდეალურად შესრულებულ საქმეს და ამჩნევ, რომ მთლიანობაში გაკეთებული საქმე სრულყოფილია, მაგრამ მხოლოდ ერთი დეტალი აფუჭებს მთელ სურათს. ხშირად ბოლო დეტალი სიზარმაცისან ადამიანის დაუფიქრებლობის გამო აფუჭებს ყველაფერს. სწორედ ასეთ შემთხვევას ხედავთ ამ სურათზე. მხოლოდ ერთი ფილადევს უკუღმა, რომ არა ის სრული სურათი იდეალურია. აი ახლა აქ დაფიქრდით. ყურადღება, კითხვა. ჯერ ხელების საშრობი დააყენეს და შემდეგ კარადა მიუდგეს თუ პირიქით. აი აქ როგორ უნდა გაიშრო ხელები. როდესაც ბორდიურებზე ბეტონის საფარს აკეთებენ, საქმეში ჩართულია მთელი ჯგუფი. აქ ყველას თავისი საქმე აქვს განაწილებული. ზოგი ცემენტზეა პასუხისმგებელი, ზოგი ინვენტარზე და ასე შემდეგ. მაგრამ რა ხდება ამ სურათზე? არც ერთ ადამიანს არ გახსენებია, რომ ეს კონუსი ცემენტის ჩასხმისას ამოიღოთ იქედან. ის ადგილზე დატოვეს და დააბეტონეს. რა უნდოდა მის ამოღებას იმ დროს? ეს ხომ უმარტივესი საქმე იყო. ახლა მას ვეღარავინ ამოიღებს. მთლიანობაში ეს ვიდეოც ასე მიიწურა. გმადლობთ, რომ ბოლომდე უყურეთ. აუცილებლად გამოიწერეთ არხი და არასდროს გამოტოვოთ სიახლე ჩვენთან. დროებით.